დაფინანსების ახალ მექანიზმთან მთავრობასთან მიღწეული შეთანხმება ბიზნეს კონტაქტი განაგრძობს მაყურებელთა ექსკლუზიური ინტერვიუებით განებიურებას და რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ თანაცხოვრებობას ინტერვიუს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან ფრანსუა პეშოსთან. თუმცა მანამდე სხვა არანაკლებ საინტერესო თემები, რომლებზეც ჩვენი რეპორტიორები დილიდან მუშაობენ. დოლარიზაციის ტენდენცია ჩვენს ქვეყანაში მთლიანობაში დოლარში დენომინირებული სესხების წილმა უკვე 65.3% შეადგინა, ხოლო თუ დეპოზიტებს გადავხედავთ თვალს ამ შემთხვევაში მაჩვენებელი 71.9%-ია. ეს იანვრის თვის დიაპაზონში. რაც შეეხება კვლევას და ანგარიშს, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა, ჩვენი რეპორტიორი ლუცა შუბაშვილი მთელი დღეა დეტალურად სწავლობს ანგარიშის მნიშვნელოვან ასპექტებს და ისევ პირდაპირ ეთერში გვიერთდება. ლუცა ნიშნავს თუ არა, რომ დოლარიზაციის ტრენდი და დაღმავალი ტრენდი ასახავს იმას, რომ ქვეყანაში ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა იზრდება. გისმენთ? მიმდინარე წლის იანვარში მთლიანი სესხების მოცულობამ 19 მილიარდ 100 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 6 მილიარდ 600 მილიონი ეროვნულ ვალუტაშია გაცემული. შესაბამისად, სესხების დოლარიზაციამ 65.3% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0.6%-ითაა შემცირებული. წლიურ ჭრილში კი დოლარიზაცია 2.5%-ით შემცირდა. თუმცა კვლავ მნიშვნელოვნად მაღალია დოლარიზაციის მაჩვენებელი სესხების გარკვეულ კატეგორიებში, კერძოდ იპოთეკურ და ბიზნეს სესხებში და შესაბამისად 90 და 76%-ია. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს სესხებზე, იანვარში წინა თვესთან შედარებით საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის სესხების ნაკადზე 0.4%-ითაა გაზრდილი, 0.5%-ითაა გაზრდილი ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებით. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დოლარიზაციის შემცირება გარკვეულწილად ეროვნული ბანკის რეგულაციებს უკავშირდება, რომლითაც კომერციულ ბანკებს ეროვნული და უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნები შეეცვალათ. ამასთან სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ლარის სესხების მოცულობის ზრდა ცალსახად მოსახლეობაში ეროვნული ვალუტისადმი გაზრდელ ნდობაზე არ მიუთითებს. ჩვენ, როდესაც დედოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის შეზღუდვები, რაც გვაქვს უკვე ვთქვათ ახალი წლიდან. ეს არის ის, რომ 100,000 ლარამდე, ვთქვათ, ის სესხების გაცემა, ვთქვათ, ლარში გაიცემა და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს დედოლარიზაციას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ლარის მიმზიდველობა იზრდება. ჰქონდა ტენდენცია 2016 წლის ივნისამდე დოლარში განსაკუთრებით საპროცენტო განაკვეთების შემცირების. და ამან გააძვირა უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრები, იმან რაც გააკეთა ეროვნულ ბანკმა 2016 წლის ზაფხულში, გააძვირა უცხოური ვალუტა. რა თქმა უნდა, ამან ხელი შეუწყო დედოლარიზაციას. რაც შეეხება დეპოზიტებს, მათმა მოცულობამ იანვარში 17 მილიარდ 200 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასულ თვესთან შედარებით 200 მილიონით მეტია. დეპოზიტების შემთხვევაში დოლარიზაციის მაჩვენებელი 71.9%-ია, რაც წლიურ ჭრილში 1.2%-იანი შემცირებაა. აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირების შემთხვევაში დოლარიზაციის მაჩვენებელი 80%-ია. ამასთან, როგორც უცხოური ვალუტით, ასევე ლარით განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო სარგებელი კვლავ კლებადი ტენდენციით ხასიათდება. მაინც დოლარიზაციის მაჩვენებელი არის მაღალი და როდესაც 68.9%-ის ტოლი იყო თითქმის ბოლო 2 წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება და დღეს 72%-ის ტოლია. ისევ ეს მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობაში მაღალი არის ნდობა ისევ უცხოური ვალუტის მიმართ და ისინი ცდილობენ, რომ საკუთარი დანაზოგი განათავსონ ამ შემთხვევაში 100 დოლარში და არა ეროვნულ ვალუტაში. დეპოზიტების დაზღვევა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ერთის მხრივ უფრო მეტად გაზრდის კომერციული ბანკებისადმი ნდობას, თუმცა მეორეს მხრივ შეიძლება ამან თვითონ დეპოზიტზე დარიცხული სარგებლის მოცულობა შეამციროს და ანუ ეს იქნება თქვათ უარყოფითი ეფექტი მეორეს მხრივ ამ რეგულაციის. რაც შეეხება კომერციული ბანკების მოგებას, მიმდინარე წელი ამ მიმართულებით ზრდით დაიწყო და საბანკო სექტორის მოგება იანვარში 58 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე თითქმის 40 მილიონით მეტია. სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზეც, რომ საფინანსო სექტორში სხვადასხვა ტიპის შემოსავალი იზრდება. კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც გვაჩვენებს ეს საფინანსო სექტორის მიმოხილვა, არის არასაპროცენტო
შემოსავლების ზრდა. ეს არის საკომისოებით მიღებული შემოსავლები, კონვერსიული მოგება და ასე შემდეგ. ესეც იმატებს, ეხლა კონვერსიული მოგების ზრდა ლარის გაუფასურებით არის გამოწვეული და იმ სპრედებით, რაც ჩვენ გვაქვს სწორად კურსთა შორის, ანუ ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის ხაობით, თუმცა მთლიანობაში არასაპროცენტო შემოსავლების ზრდა არის დადებითი ტენდენცია, რაც სხვა შორის ერთ-ერთი მიზეზია შემოსავლის მომტანი აქტივების ზრდის. იზრდება მათი აქტივების მოცულობა, იზრდება მათი სასესხო პორტფელი, შესაბამისად პროცენტული წილი მოგების არ არის ძალიან გაზრდილი. მნიშვნელოვანი არის ფინანსური ამ ინსტიტუტების სტაბილურობა და ჩვენ ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, რომ ისინი სტაბილურად იზრდებიან. ამასთან მიმდინარე წლის იანვარში ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების სტრუქტურა შეცვლილია, კერძოდ თითქმის ორჯერაა გაზრდილი ენერგეტიკის სექტორზე გაცემული სესხების ოდენობა, ეს მაჩვენებელი გაზრდილია ვაჭრობის მიმართულებითაც სოფლის მეურნეობის და მშენებლობის სექტორში კი შემცირებულია. დიდი მადლობა ჩვენს რეპორტიორ ნუცა შუბაშუს, მან რამდენიმე წუთის წინ, წამის წინ უკაცრავად ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გაშალა.